კიდევ რა უნდა გაცნობიერდეს. თუ ისი ვალდებულები ვართ ჩვენ, არა მარტო ის უნდა ვიცოდე, ღვთის განგებულება ჩემს მიმართ როგორია. არამედ ისიც უნდა ვიცოდე, მე რა ვალდებულება გამაჩნია ღმერთის წინაშე. ღვთის განგებულება როგორია, მე უნდა ვიცოდე რა უნდა ღმერთ ჩემგან და მე უნდა ვიცოდე მე რა ვალდებულებებით ვარ დატვირთული, რა ვალდებულების ქვეშ ვარ, როგორც თავისუფალი და მოაზროვნე ქმნილება. თავისუფალი და მოაზროვნე, მე ეს უნდა ვიცოდე. და თუ ეს არ ვიცი, მე ჩემი გასაკეთებელი რა არის და გესმით, აი ადამიანი შემოდის ეკლესიაში, გაიგო, იქ სანთელი უნდა დაანთოს, იქ მოძღვართან მივიდეს და გუშინ რა დააშავა ის თქვას. მე ზიარებაზე მოვიდეს და პირი გააღოს და მიიღოს სიწმინდე, გაუგია ქრისტეს სისხლი და ხორციაო ეს. და ამის იქით არაფერს არ უღმავდება, არ კითხულობს, არ წმინდა წერილს, არ წმინდა მამებს. ადამიანი, რომელიც წმინდა წერილს და წმინდა მამებს არ კითხულობს, ესეთი ადამიანი უარს ამბობს 2000 წლოვან ეკლესიის გამოცდილებაზე, სწავლებაზე, ეკლესიის სიახში იმყოფება, მაგრამ ის არ არის მექანიკური არსება, არც ბავშვი არ არის, ის არის გონიერი და თავისუფალი არსება, რომელიც მადლმოსილ სიახში კი იმყოფება, მაგრამ არაცნობიერებს, არც აინტერესებს უზარმაზარი 2000 წლოვანი გამოცდილება ეკლესიაში არსებული, რომელიც ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებას გულისხმობ, ახლა ამ შემთხვევაში ეს არ აინტერესებს, არ უღრმავდება ამას და შედეგად ვიღებთ რას? უჩნდება დეფიციტი და ამ დეფიციტს ავსებს საკუთარი გამოგონილი სუროგატით, ქრისტიანობის სუროგატით, ანუ იგონებს თავის ქრისტიანობას. კიდევ ვიმეორებ, ადამიანი, რომელიც არ კითხულობს და არ ეძებს, არ ცდილობს გაიგოს, რა გამოცდილება დააგროვა ეკლესიამ 2000 წლის განმავლობაში და რა ცოდნა მოცემული გამოცხადების სახით, ასეთი ადამიანი იგონებს თავის ქრისტიანობას და ეკლესიის სიახში მყოფი არ ვითარდება, არანაირად, როგორც იყო ისევ ისეთად ჩემ.